გამარჯობა. ჩვენს სელექციის ნომერებში საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები მარიამ ტაბაღმა, გიორგი გაგილია. ჩვენ პროექტის შესახებ გავიგეთ ჩვენი კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელისგან, ელისუს ტაბაკაძისგან და გადაწყვეტით მონაწილეობა მიღოთ. ჩვენი თემა გახდა ხატარეთის ბრძოლა, რომელიც ინდოეთის საზღვარზე ხდება. გვაქვს 20 სლაიდი. ესენია ტაგების პროექტი, ლეველების პროექტი, აპლიკაციების პროექტი, წიგნის პროექტი, სიცოცხლეების პროექტი, მეომრების პროექტები, ხმლის პროექტი, გამაზმების პროექტი. ტარიერის საიტი არის შესრულებული Soul 90 სტილში. ეს ტარიერის რადიო ის გამოსცემს სიარულის ხმებს. ასევე ხმები იცვლება იმ ზედაპირის მიხედვით, რომელზეც პერსონაჟი დადის. ლეველების პროექტი არის პირველი ტიპი. აპლიკაციების პროექტის დახმარებით შევარდნისად შემხედოთ პატარა აპლიკაციებს. წიგნის პროექტი მოგვითხრობს მოკლეშებას ხატარეთის ბრძოლაზე. წიგნი გახვევანა მარმა. სიცოცხლეების პროექტი გუშინ გულებს. ჩვეულის შემთხვევაში გული დაგასტება და სამივე გული დაკარგულ შემთხვევაში თამაში თავდება. იმ შემთხვევაში თუ მეომრების პროექტები შეგვეხებიან, ერთი გული დაგავდება, მაგრამ ამ ხიზზე მეტად ახლოს მოვლენ სამივე გული დაგავდება. ხმების პროექტი გვეხმარება მეომრების დამარცხებაში. გამაზმების პროექტების პროექტი. ყველაზე ზუსტი ანიმაცია, როდესაც ის გამოდის კოშკიდან, შეიძლება ახალი პროექტი. ასევე არის სლაიდები, რომლებიც შეიძლება უკანა ფონად მოგვაჩვენოს. ეს არის ეს სლაიდები. მათგანი ამ კოდით მუშაობს. When there is some message 1, set x to 0, show, switch, costume to costume 1, wait 1 second, switch costume to costume 2, start some voice sounds, wait 0.2 seconds, switch costume to costume 3, start some voice sounds. And when you start clicking, if costume name 0 equals costume 3, then broadcast 2, wait 1.7 seconds, and 5. ასევე საკუთრივი იყო ტარიერის კოდზე მუშაობა. ჩვენ ვჭირდებოდა რომ ტარიერის პროექტს შეძლებოდა მოძრაობა, წელს ზედაპირზე და შეძლო სხვადასხვა ბარიერები გადაელახა. ასევე ხმალს დავწერეთ კოდი, რომლის საშუალებითაც ხმალს უნდა ემატება. იმ მიმართულებით, რომელისკენაც მდებარეობდა ტარიერი. მეომრების კოდი ადრესატარი იყო. ისინი ხდებოდნენ წინა მიმართულებით x240 ან x-240 და ხმალთან შეხების დროს ხდებოდნენ. ყველაფერი არის ჩემი დაფარული. პროგრამაში ფიქსოვანი და არც ერთი არ არის გამოწერილი. პირველი ხდება თამაშის შეცვლის დროს. მას აქვს მოკლე ანიმაცია. ამ ფონის შეცვლა შეიძლება მხოლოდ იმ დროს, როდესაც ჩვენი ტექსტი გავრცელდება. ასევე გვაქვს უკანა ფონი პირველი ლეველისთვის, რომელშიც შევეცადე ინდოეთის საზღვარგარეთ მიმებს გავსებიდი. მას არ აქვს ანიმაცია, მაგრამ საკმაოდ ლამაზი გამოვიდა ჩემი მოსწავლეები. შემდეგ მოდის ფონი, რომელიც მოგვითხრობს, რომ ტარიერმა დიდი გზა გაიარა. გვაქვს ფონი, რომელიც ირთვება მხოლოდ მეორე ლეველის დროს. რომელსაც მხოლოდ ერთი კოდი დასჭირდება. ასევე არის კოდი, რომელზეც ჩანს პროექტის ავტორები.